კი, მართლა ძალიან ცივა, მეც იქიდან მოვდივარ ახლა, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან ესეთი მტკიცე და თანმიმდევრული განწყობა არის იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იკრიბებიან რუსთაველზე, თბილისში და სხვაგანაც სხვა ქალაქებში. და მე მგონია, რომ ეს არის ძალიან არაორდინალური პროტესტის მაჩვენებელი საქართველოში, იმიტომ რომ მე ასეთი რამე არ მახსენდება, ასეთი თანმიმდევრული და ასეთი ხანგრძლივი პროტესტი. უბრალოდ წინააღმდეგობა, ეს პროტესტი არის ფორმა ამ წინააღმდეგობის, რომელიც იდეის გარშემო არის გაერთიანებული. ალბათ დამოუკიდებლობის მოპოვების აღდგენის შემდეგ ეს არის პირველი ისეთი ბრძოლა, რომელიც დიდწილად არის იდეის გარშემო გაერთიანებული და ეს არის ალბათ ყველაზე შესანიშნავი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოლო წლებში ჩვენ გქონია. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა შეიძლება უფრო სწრაფად გვინდოდა მომხდარიყო ორგანიზებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყველაფრის უკეთ გაკეთება და ყველაფრის მეტის გაკეთება ყოველთვის ალბათ ჯობესია, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, რომ საზოგადოება გაერთიანდა არა რაღაცა ერთი ან რამდენიმე ლიდერის გარშემო, არამედ ერთი ძირითადი იდეის გარშემო, რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპული ტიპის მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც არ შეიძლება არჩევნების მოპარვა და არ შეიძლება ადამიანებზე და მოქალაქეებზე ძალადობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ჩემი აზრით საფუძველი ჩვენი ნამდვილი დემოკრატიის, რომელიც არასოდეს არ ქონია. და ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჩემი აზრით ნამდვილად ამისთვის ბატონო აი ძლიერი მხარეები ჩამოთვალეთ აი ამ პროტესტის როგორ ფიქრობთ სად არის ის გამოწვევები სადაც გასაძლიერებელია კომპონენტები იმისთვის რომ ამ პროტესტმა მიიღოს კიდევ უფრო ფართო სახე და კიდევ უფრო მყარი მტკიცე რაც გამოიწვევს საბოლოო ჯამში საქართველოში ამ რეჟიმის გაშვებას და ახალი ხელისუფლების მოსვლას. კი, ეს თითქოს ასევე ეხმიანება გიორგი, რასაც კითხულობდა ფაზე, რა ფაზაში ვართო, ხო და ეს რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ სხვათა შორის მანიფესტი, რომელიც აღწერს იმ ხედვას თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ აი ამ წინააღმდეგობის განვითარება და ეხლა ჩვენ ვართ ერთგვარად, რასაც პრინციპში აი ამ ავტორიტარიზმთან ბრძოლის ლიტერატურაში და მსოფლიო გამოცდილებაში ქვია რაღაც დარწმუნებისა და პროტესტის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტ ადამიანს დავანახოთ ჩვენი მხარე, ის სიმართლე, რის გარშემოც არის გაერთიანებული ეს წინააღმდეგობა და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს, რომ ქართული ოცნება არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს, ხო? მაგრამ ამის იქით არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ეტაპები, რომლებზეც აუცილებლად უკვე გადადის ეს წინააღმდეგობა და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს ასე მოხდეს. ამას მე პირობითად უწოდებდი არათანამშრომლობასა და ბოიკოტს, რომ უფრო და უფრო მეტმა ჯგუფმა, ადამიანმა, სახელმწიფომ უარი თქვას იმ პარტიასთან და იმ პარტიის ლიდერებთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე, რომელიც პრაქტიკულ დონეზე როგორ გამოიყურება. პრაქტიკულ დონეზე ეს გამოიყურება, ნაწილობრივ ეს უკვე ვნახეთ, არაღიარებით, არ თანამშრომლობით, მაგრამ ასევე ბოიკოტით, ასევე იმ დემარშებით, რომელიც ვნახეთ ჩვენ, თუნდაც მოქმედი საჯარო პირებისგან, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენ ქვეყანაში და ეს უნდა გავრცელდეს ჩემი აზრით. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად რას ხედავთ იმას, რომ ეს ხელისუფლება საჯარო ინსტიტუტებს, თავის პარტნიორებს, თავის არ ვიცი ბიზნეს პარტნიორებს თუ პოლიტიკურ პარტნიორებს აძლევს ისე დავალებებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს კანონმდებლობასთან, ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. ამიტომ ეს არის შემდეგი ეტაპი, ჩემი აზრით, რომელზეც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და აქტიურად უნდა გადავიდეთ. ეს არნიშნავს, რომ პროტესტი უნდა შეწყდეს. პირიქით, ეს პროტესტი, დემონსტრაციები, მარშები კიდევ უნდა გამრავალფეროვდეს. აი ამ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ფიქრობთ, რომ ნიადაგი უკვე შემზადებულია? ამას უკვე ვხედავთ, თუმცა უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა ამაზე არის ჩემი აზრით ახლა საჭირო და ასევე იმ ადამიანებთან მისვლაც, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ აი დემოკრატიული ცვლილება თუ მოხდა ქვეყანაში, შეიძლება რაღაც ომი დაიწყოს, ან რომლებსაც ჯერავთ იმის, რომ არსებობს რაღაც გლობალური კონსპირაცია, არ ვიცი რას დავარ. ან რომელიც ფიქრობს, რომ ეს პროტესტი ვერ მოერევა რეჟიმს და დაისჯება შემდეგ ეს ადამიანი, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალიან ბევრ საქართველოს ქალაქში, სოფელში სხვაგან მაინც ძალიან დიდია და ძალიან ძლიერია ის შიში და ის სიცრუე, რასაც თესავს ეს პარტია და ამ ადამიანებთანაც უნდა მივიდეთ და ამ ადამიანებსაც უნდა გავაგებინოთ,
ჩვენი სიმართლე. და შემდეგი ეტაპები, რა თქმა უნდა, უკვე არის აი ამ ავტორიტარიზმის შესუსტება და რღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას მოუწევს დათმობებზე წასვლა, მას მოუწევს არჩევნების დანიშვნა, მას მოუწევს არჩევნებში მარცხის აღიარება და ამის შემდეგ, ჩემი აზრით, დგება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არასდროს არ გაგვივლია ამ ქვეყანაში. ეს არის დემოკრატიის დაცვა ავტორიტარული რევანშისგან. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ქონდა ხოლმე გარღვევები, რაღაცებს ვაღწევდით და მე ვამბობდით, რომ დემოკრატია მოიცდის, ადამიანის უფლებები მოიცდის და ახლა სხვა რამ უნდა გავაკეთოთ. ხალხმა, რომელიც ქუჩაში დგას, მართლაც -8 ყინვაში და აქ უნდა ვიკითხოთ ამ მოქალაქეების დაცვის მექანიზმებზე. ძალიან რთულია დაამარცხოს საზოგადოება, რომელსაც პროტესტი აქვს, გამოხატავს ამ პროტესტს, არ უშინდება, არც ცემას, ხომ? რა გაიარა ამ ხალხმა, ხომ? მუქარა სატელეფონო ახლობლების დედის მამის ცემა სადარბაზოებთან დახვედრა, ციხე, სისხლის სამართალი, ხომ? აი ყველა ეტაპი, რაც ავტორიტარიზმს, ასე ვთქვათ, ახასიათებს, ჩვენს ქვეყანაში უკვე დამდგარია ამ შემთხვევაში. ჯერჯერობით იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტს აქტიურად გამოხატავს, მაგრამ ეს ავტორიტარიზმს ჩვევია, რომ გავრცელდება მაქსიმალურად დიდ პროცენტზე საზოგადოების, თუ ეს ასე გაგრძელდა. აქ მაკითხვა ამ მოქალაქეების დაცვის მექანიზმებზე, მე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მგონია ფონდები, რომლებიც ამ ადამიანებს აზღვევენ ფინანსური ტერორისგან. აი ამაზე რომ ვუთხრათ მეტი ადამიანებს, რომლებსაც უნდათ პროტესტი, მაგრამ აქვთ ბევრი ჯარიმა მაგალითად. აქაც რაღაცნაირად ფრაზა ჩამრჩა ყურში, ჩუბოშვილმა თქვა გიორგემ თუ სწორად მახსოვს, რომ დემოკრატია ჩვენი თვე უნდა დავაფინანსოთ და როცა აქამდე მიდის საზოგადოება უკვე მისი დამარცხება ალბათ ძნელია თუ ოპტიმისტური შეფასება მაქვს ძალიან თქვენი აზრით. არა, მე ვიზიარებ ამ შეფასებას და მეც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. სხვანაირად აქ არც ვიჯდებოდი ალბათ და ეს ძალიან ამის საფუძველს რამდენიმე რამ აძლევს. უპირველეს ყოვლისა ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი საზოგადოება და მათ შორის საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებიც აქამდე არასოდეს იყვნენ აქტიური ასეთ საქმეებში, არიან გააქტიურებულნი და მონაწილეობენ ამ ბრძოლაში, ხო? ანუ ჩვენ პოლიტიკური კულტურა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის არის იქამდე მისული და განვითარებული, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ იმას, რომ ყველა ხედავს დემოკრატიის აუცილებლობას. არა მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალურად ხელისუფლებასთან ახლოს იყოს და მისგან რაღაც სარგებელი ნახოს. არა, ის ჯგუფებიც, ის ბიზნეს კომპანიებიც, ის კაპიტალის მფლობელებს, რომლებიც შესაძლოა რაღაცა სარგებელს ნახულობენ ამ ხელისუფლებასთან ახლობლობით, ისინი იმასაც ხედავენ, რომ საჭირო არის ის, რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობდეს და არა რაღაც ბატონყმური რეჟიმი იყოს დამყარებული, ხო? და მეორე საკითხი, რაც ბევრია, მაგრამ კიდევ ის, რაც მე მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, არის ის, რომ ასე არსად დამყარებულა დიქტატურა. ჩვენ თუ გადავხედავთ დიქტატურა როგორ აღწევს ხოლმე წარმატებას, ეს ლიდერები ხალხს უნდა უყვარდეს. ჯერ იმისათვის, რომ ისინი მერე გადაიქცნენ ეფექტურ ავტორიტარებად ან დიქტატორებად, ხო? ანუ მათ რაღაც დიდი შედეგები უნდა კონდეთ მიღწეული, რაღაც წარმატება, აქაც შეუძლია მანიპულირება დაუშვათ ბიზნესმენიშვილს, რომ მშვიდობა შეგინარჩუნეთ და ამიტომ უნდა გიყვარდეთ, ანუ თუ მოინდომებენ და რასაც აკეთებენ კიდეც თავიანთ ნაწილში რაღაცა ფაბულას ქმნიან, ხო, რომელსაც მეტნაკლები წარმატებით მიყვებიან ის, რომ სიტყვაზე თუნდაც 1/13-ზე ნაკლები, მაგრამ მაინც მას მხარდამჭერი ყავს დღემდე იმის შემდეგ რაც აკეთა და ახალგაზრდობას როგორც მოექცა და როგორც ექცევა ხალხს, როცა ფინანსური ექსპროპრიაციით არის დაკავებული და სულების დამტვრევით დაწყებული, ხა ფინანსური ხერხემალში გადამტვრევით არის თავის მოსახლეობის, ხო და ერთი პრაქტიკული კითხვა მაქვს ასეთი, აი ბოლოსკენ მივდივართ, ხა უკვე გესაუბრები როგორც პოლიტიკურ ლიდერს, პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკაში შემოხვედით, ეს არ არის კომფორტული მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში ნამდვილად და არ მივეკუთვნები მე იმ ადამიანთა ჩამონათვალს და არც ჟურნალისტების, რომლებიც ყველა მიზეზს ეძებენ რამენერად პოლიტიკოსები აკრიტიკონ, თუმცა სადაც საჭიროა, იქ აუცილებელიც არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ არ არის გარკვეული აცდენა, თუნდაც იმ ქუჩაში მდგომი ადამიანების მოქალაქეების მოლოდინებსა და დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ,
ქცევას შორის ან მაწარმოდგენებზე პოლიტიკაში მათ როლთან მიმართებაში. რატომ ნორმალურ შედარებით მაინც ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გარემოში მე მგონია რომ ჩვენ ბევრი ძალიან კარგი პოლიტიკოსი გვყავს ისეთი ახალგაზრდაც, გამოცდილიც, რომელთაც ასე ვთქვათ დემოკრატიულ პროცესში კონკურენტუნარიანობა გააჩნიათ. იქნება ეს დებატები, რომელსაც ვერაფრით ვერ მართავთ, იქნება ეს მათი წარმოდგენების მიტანა საზოგადოებასთან, ქვეყნის მომავალზე, არსებული შეფასებაზე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ დღეს ვართ უკვე ისეთ სიტუაციაში, სადაც აი პოლიტიკა ამ გაგებით უბრალოდ მოკლულია, მოკლა ბიზნა ივანიშვილმა, მედიაშიც ამისი ადგილი აღარ არის, ყოველდღე რომ ვიღაცას კლავენ, ცემენ, ასახიჩრებენ, აგერ დროების ადამიანის მორიგი გამოშვება გავა, ხა ჩვენი გადაცემა როგორც კი დამთავრდება და მარტო აი ამ ქალბატონის ისტორია, რომლის პირველი შვილიც 90-იანების დასაწყისში პუჩისტების მიერ იქნა მოკლული ქუჩაში და მეორე შვილი ახლა ზის ციხეში და პატიმრობაში არის. აი ამ ყველაფრის პარალელურად, იცით, აი უფრო ესე რა ქვია, ქარის ელექტროენერგიის მოხმარება უფრო საჭირო თუ დიდი ჰიდროს, ანუ რელევანტურობას სამწუხაროდ კარგავს, არაადეკვატურობას. ანუ მოლოდინი შეიძლება ამ შემთხვევაში უფრო მეტად არის და ეს პრეტენზიებიც, იმიტომ ამოდის ზედაპირზე, რომ უფრო აი რაღაც ადგილზე ველის მეთაურების დონის მოლოდინები აქვთ იმ ხალხს, რომელიც შეიძლება მანამდე ამბობდა, რომ აი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსები კი არ გვინდა, ეხლა სხვა პროცესია. ეხლა ეს მოლოდინები და მოთხოვნებიც არის. აი თქვენ როგორ უყურებთ აი ამ მოლოდინებს შორის აცდენას? რას უნდა აკეთებდეს დღეს ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც რეჟიმის დამარცხება უნდა? პირველად ყოვლისა ჩემი აზრით უნდა აკეთებდეს იმას, რომ საზოგადოებას აწვდიდეს საკუთარ ხედვას იმისა თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ამ ბრძოლაში. თორემ ეხლა ეს არის ყველაზე მთავარი, როგორ უნდა გადავრჩეთ და როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ამ ბრძოლაში და ახდენდეს მაქსიმალურ მობილიზაციას საზოგადოებას სწორედ აი ამ ხედვის გარშემო. ხო, პოლიტიკა ხედვების და იდეების სამყაროა და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება. მათ შორის ვერც ეს წინააღმდეგობა თუ კი მას არ დავინახავთ აი პროგრძელვადიანად, უფრო სტრატეგიულად და სწორედ ამიტომ საუბრობდი მე აი ამ სხვადასხვა ეტაპებზე, რომელსაც ჩემი აზრი და ჩვენი თანაგუნდელების თავისუფლების მოედანში შეხედულებით უნდა გაყვეს ეს ჩვენი ბრძოლა, ანუ პოლიტიკური ჩარჩოს მიცემა ამ პროცესისთვის, პოლიტიკური ინტერპრეტაცია და სტრატეგიული ინტერპრეტაცია ამ პროცესის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ აი ყველა ჩვენ, ვინც ვართ ხოლმე რუსთაველზე ან სხვაგან სხვა ქალაქების ქუჩებში, ვიცოდეთ ჩვენი აქ დგომა რას ნიშნავს, ვიცით დიდწილად, მაგრამ ხედავდეთ უფრო ფართო სურათს და უფრო ესე სტრატეგიულ გეგმას იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებთ. ასევე, რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას, რომ კომუნიკაციის პრობლემა რეალურად არსებობს. ეს კომუნიკაციის პრობლემა მომდინარეობს შეიძლება სუბიექტური ფაქტორებიდანაც, იმიტომ რომ პარტიების დიდი ნაწილი არის რაღაც ჩაკეტილი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან მიჩვეული ახლებურად მუშაობას და სხვანაირად მუშაობას, მაგრამ ასევე არის ობიექტური საკითხებიც, ხო, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელშიც საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში არის. ჩვენ შეიძლება ვაკრიტიკოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ იმ დაშვებით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ ვითარდებიან ნორმალურ დემოკრატიულ გარემოში, არამედ აი არ ვიცი, მთელი სახელმწიფო მანქანა, სახელმწიფო ინსტიტუტები, საჯარო სამსახურები, ყველაფერი მობილიზებულია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და ამ პირობებში უწევთ მათ ის ბრძოლა, რომელშიც არჩევნებზე წარმატებას მიაღწიეს. ხო, რეალურად ოპოზიციამ დაამარცხა, ხო, ხელისუფლება ამ არჩევნებზე. მაგრამ იქით ამ ხარის მობილიზების ხარისხი არ უნდა ახდენდეს აქეთ ამ ხარესაც. აბსოლუტურად. არა სიტყვის პარტიული ერთიანობის, არამედ კოორდინაციისა და ამ ხრივ გაერთიანების უფრო უნდა ახდენდეს, გეთახმებით მაგაში ნამდვილად და მე ვფიქრობ, რაღაცეები ამ მიმართულებით ნამდვილად კეთდება, კოორდინაცია საერთაშორისო საკითხებზე, კოორდინაცია მათ შორის შიგნით ძირითად პოზიციებზე, ხო, პარტიების. პოზიციები ერთია ლეონ, მაგრამ აპატირო ესე კიდე უფრო ასე ვთქვათ. მაგრამ ეს საერთაშორისო ერთიანობა ჩვენი მისი ეფექტურობის ძირითადი განმაპირობებელი არის, რომ ხალხი დგას ქუჩაში. და ეს ხალხი რო დგას ქუჩაში,
ამ ხალხს ჭირდება ამ ეტაპზე ადგილზე ოპოზიციის კოორდინაციის მეტი ხარისხის დანახვა ადგილზე იმისთვის რომ მან ეს გააგრძელოს გრძელვადიანად რომ მე იმ საერთაშორისო აქტივობასაც შედეგები გრძელვადიანად გქონდეს. აბსოლუტურად მე ერთი მეორესთან არის პირდაპირ კავშირი. მე ყოველ სამაზრზე ვიყავი და არ მიმაჩნდა სწორად არასდროს რომ არ არის პოლიტიკოსების დრო და ადგილი. ეს პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები იქ უნდა იყვნენ. უნდა იყვნენ, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად შეავსოთ სივრცე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური რაოდენობა ადამიანების და მე აი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ბევრი, იქ ყველა უნდა იყოს ხოლმე და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ხა ოფისში სამუშაო ყველას გვაქვს. და სხვაგან წასასვლელიც ყველა გვაქვს, იქაც უნდა იყვნენ, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი სტრატეგიული ინტერპრეტაცია ამ ბრძოლის, უკეთესი კომუნიკაცია და უკეთესი პოლიტიკური ორგანიზებაც. მაგრამ აი აქ ჩემი აზრით ეს არის ორმხრივი მოძრაობა რა. პოლიტიკური პარტიები უნდა გაიხსნან იმისათვის რომ აირეკლონ და ასახონ ის მოთხოვნები რაც არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იმისათვის რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს უფრო მეტი მონაწილეობა, უფრო აქტიური მონაწილეობა აი ესეთი პროტესტის მიღმა. იმიტომ რომ პარტიები ვერ იქნებიან მოძრაობების ფორმირებას და ასე შემდეგ. პარტია ვერ იქნება ვერც დემოკრატიული, ვერც ადეკვატური თუ მასში ადამიანები არ გაწევრიანდებიან. კი ბატონო. ლევან